რაც უფრო მოხსნიან ჯარიმეს და არ დაგვიწესებენ, მაღაზე კაი რა არის. ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ტაქსის მომსახურეობას ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ახორციელებდნენ, დარიცხული ჯარიმები გაუქმდებათ და ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგანაც გათავისუფლდებიან. შეღავათი ეხება მათ, ვინც ეს წესები 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაარღვიეს. ამ ჯარიმების მთლიანი მოცულობა კი 8 მილიონ ლარამდეა. რეფორმა საკმაოდ ახალია, თუმცა წარმატებით წარიმართა ეს რეფორმა და იმის გათვალისწინებით, რომ აქ მთავარი მიზანი არ იყო, ასე ვთქვათ, რომ ბიუჯეტს რაღაც თანხები მიიღო ამ 100 თუ 50 ლარიდან გამომდინარე, არამედ აქ მთავარი მიზანი იყო, რომ სფერო ყოფილიყო დარეგულირებული სანდო და მოსახლეობისთვის უსაფრთხო, აუცილებელია ეს ერთჯერადად გარკვეული ამნისტია გამოცხადეს. გადაწყვეტილება ერთჯერადია. საკომიტეტო განხილვებისას დაზუსტდა, რომ ამნისტია მხოლოდ უკვე დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხება და ის ახალ დარღვევებზე არ გავრცელდება. რეკომენდაციას ვაძლევთ რეგულაციის აღსრულებლებს ყველას, რომ ეს რეგულაცია უნდა აღსრულდეს. ინიციატივას, რომელიც მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, გახარიას პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. კანონის უპატივცემულობას ხო არ ვახალისებთ. წნეხზე როცა საუბრობთ, იმდენ მოქალაქეს აქვს დღეს ჯარიმის წნეხი. თავაზობთ, რომ ჯარიმები გავზარდოთ. რომ ადამიანები, რომლებიც კანონს პატივს არ სცემენ, მათ მიმართ ჯარიმები თავადამბობ. ერთს გირჩევთ, რომ თქვენ იშრომოთ იმისთვის, რომ წინადადებები რეფორმების თაობაზე თქვენმა პარტიამაც წარმოადგინოს. ოღონდ ისეთი, რომელიც გამყარებული იქნება არა პოლიტიკური კეკუცობის იმ მასშტაბით, რითიც ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად გამოირჩევით, არამედ რეალური მონაცემებით. ირკვევა ისიც, რომ ამ წესების სამჯერ დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ორგანო ტაქსის მძღოლს ლიცენზიას შეუჩერებს. თბილისის მერია ამბობს, რომ ყველა ახალი სამართალდარღვევა კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად ტაქსის ლიცენზიას ვადა ქონდა გასული და ისე აგრძელებდნენ მუშაობას, არ იხდიდნენ გადასახადებს. შემდეგი დანაშაულები, რა თქმა უნდა, აღიკვეთება და ვიქნებით ძალიან მკაცრები. კანონ პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ამნისტიის პროექტს დეპუტატები საშემოდგომო სესიის დასრულებამდე დაამტკიცებენ.